საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში მეცნიერების აღდგენა, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ საკითხებზე ცნობილ მეცნიერებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მთავარი სიახლე, რითაც მინისტრმა პრესკონფერენცია გახსნა, არის გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამის დამტკიცება და მეცნიერების გაზრდილი დაფინანსება. თამარ სანიკიძის განცხადებით, წლების მანძილზე მეცნიერების სფეროს მწირი დაფინანსება და მეცნიერების მიზერული ანაზღაურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქვეყანაში. ამდენი წლის შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნად გაზრდის მეცნიერების პოპულარიზაციას, სამეცნიერო კვლევების რაოდენობას, მათ ხარისხსა და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვას ამ სფეროში. 2013 წლიდან დავიწყეთ ჩვენ არსებული მდგომარეობის შეფასება. შეფასება ჩატარდა სხვადასხვა კუთხით, ჩატარდა მეცნიერების აუდიტი, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ. ასევე ჩატარდა თვითონ კვლევითი დაწესებულებების შეფასება, დადგინდა მათ მიერ შესასრულებელი 10 წლიანი სამოქმედო გეგმები, რომელიც დასაბუთდა, რა თქმა უნდა, მეცნიერულად. ეს იყო ძალიან შრომატევადი სამუშაო. mēs ჩართულები ვიყავით როგორც სამინისტრო, ასევე სამინისტროსთან შექმნილი სამეცნიერო საბჭო. ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ მე აღნიშნავდი, ტენდენცია არის ძალიან დასაფასებელი და იმედის მომცემი. ცხადია, ეს უკვე ის ზღვარი არის ხელფასების, სადაც ახალგაზრდების მოზიდვა უკვე შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ პირიქით ახალგაზრდას, რომელსაც ჯერ არ აქვს დიდი პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე, ესე ვთქვათ, უფრო შეუძლია ამ ხელფასზე მოვიდეს უკვე და გადავიდა. ასევე ჩვენი პრობლემა არის თანამედროვე მეცნიერების საშუალო ასაკია ყველაზე დიდი პრობლემა.